სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მას შემდეგ რაც ღვთისგან თავისუფლებით და გონიერებით დაჯილდოვებული არსება ანგელოზი ღმერთს აუჯანყდა და მიიმხრო გარკვეული რაოდენობა ანგელოზებისა და ამით სამწუხაროდ ასე და ამგვარად მოახდინა თავის თავისუფლების რეალიზება, მოახდინეს მათ თავის თავისუფლების რეალიზება. მას შემდეგ არ წყდება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს ბრძოლა გადაედოთ ადამიანის ცდუნებით, მაგრამ განუდგა ღმერთს. ჩვენ თუ მოვინდომებთ, რომ აქ ლოგიკა დავინახოთ, ვერ ვიპოვით. რა თქმა უნდა, ცივი გონებით, განზე გამდგარნი, ფიქრობთ, რომ აი როგორ შეიძლება მაგალითად, რომ ღმერთი არის წყარო სიცოცხლის და მას განუდგა. ან როგორ შეიძლება მაგალითად, რომ დაინახო ღმერთმა როგორ განაპო ზღვა სახსაულებრივად და შიგ გაიარო და მერე ზღვა დაიხუროს. და შემდეგ ასეთ ღმერთს განუდგა და ჩამოასხა ოქროს ხბო და თაყვანი მასწე. ჩვენ რო გარედან უყურებთ ამას, ბუნებრივია, რომ კითხვა გვიჩნდება, რომ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. აი როგორ შეიძლება და მაგალითად იუდას 30 ვერცხლში გაეცვალა თავისი ერთგულება უფლისადმი. ან თუნდაც პეტრეს როგორ შეიძლებოდა რომ ენახა თაბორის მთაზე გამოფრწყინვება ღმერთისა ქრისტეს ადამიანური ბუნებიდან, განეცადა მადლის მოქმედება და ამით თავდავიწყებამდე მისულიყო, კიდე სხვა მრავალი არ ჩამოთვლი. და მე ეთქვა რომ მე მაგ კაცს არ ვიცნობ. აი როგორ ხდება ეს? მაგრამ საკმარისია ჩვენს ცხოვრებას გადავავლოთ თვალი და აღმოვაჩენთ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ზუსტად ასე ვიქცევით. ანუ, როდესაც ჩვენ თავისუფლებას რეალიზებას უკეთებთ არა ისე, როგორც უნდა გავუკეთოთ და რისთვისაც მოგვეცა ეს გონიერება და თავისუფლება, არამედ საწინააღმდეგოდ, ღვთისნების საწინააღმდეგოდ მოქმედებთ. ვუარყოფთ ღვთისაგან ჩვენ და მის სიყვარულს. ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ეს სამყარო იარსებებს, სანამ აპოკალიფსის ენით თუ არ ვიტყვით, სატანა ჩავარდება იმ ცეცხლოვან ტბაში სამუდამოდ. სამწუხაროდ ის ადამიანებიც, რომლებიც მის გზას აირჩევენ. რა მდგომარეობა შეიძლება ქონდეს ამ დროს ადამიანს? ძნელი წარმოსადგენია, ისევე როგორც ძნელი წარმოსადგენია, როგორია სატანა, როგორია ეშმაკი. ჩვენი გონება მის ბოროტებას ვერ მიწვდება. თუმცა ადამიანს შეუძლია გაუსწროს მას. ესე გვაფრთხილებდნენ წმინდა მამები, რომ ბოლო ჟამის ადამიანი ეშმაკს გაუსწრებს მზაკრობით. ეს იმას ნიშნავს, როცა ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ ჩვენ შეგვეშინდეს რამე მსგავსი არ დაგვემართოს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ადამიანები ვართ, ჩვენი გონიერებით, თავისუფლებით, რომლის არასწორი გამოყენების შემთხვევაში ვინ იცის ჩვენ რა დაგვემართება. კი, მაგრამ ჩვენ ეკლესიურები ვართ, გარე მორწმუნეები ვართ. გარეგანი რელიგიურობა არაფერს შველის. წმინდა ისააკ ასულს თვალსწრაფი გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები მოყავს, რომელიც ამბობს, რომ კარგია, როდესაც ადამიანი ღმერთის შესახებ ღვთისმეტყველებ, მაგრამ გაცილებით უმჯობესია, რომ ღმერთის წინაშე და ღმერთისთვის იქნები შინაგანად წმინდა. აი ეს უფრო მნიშვნელოვანია. და მე ეხლა წარმოიდგინეთ, უამრავი მაგალითი ქონდა, ხო? ეს ის პერიოდია ყვავის ქრისტიანობა და უამრავი მაგალითებიდან გამომდინარე საუბრობს წმინდა ისააკ ასული და ამბობს თან იმ საუბარში ჩანს, რომ ის იცნობდა ასეთ ადამიანებს და სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ მეც ვიცნობდი ასეთ ადამიანებს. მით უმეტეს დღეს ქრისტიანობა იშვიათია. თან ისეთი ტიპის ქრისტიანობა, რომელსაც ახლა ისააკ ასული საუბრობს. გულმხურვალე, სულით მდუღარე, ღვთისმეტყველი, ასკეტი, მლოცველი, სასწაულთ მოქმედი. მეტი რაღა გინდა შედალოცვილო, ყველაფერი აქ ადამიანს. და რა თქმა უნდა, ეკლესიის წევრი თავისთავად ცხადია. ამ ყველაფრით ღვთისმადიდებელი. ბუნებრივია, ხო, იდიდება ღმერთი ამ ყველაფრით, თორსა ქრისტეს სახელით სასწაული მოხდება, ქრისტეს სახელით რაღაც მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. მაგრამ აგრძელებს ისააკ ასული. ბოლოს ზოგიერთი ესეთი ადამიანი
ისეთ ცოდვებში ჩავარდა, რომელიც სიტყვითაც კი არ ძნელია გამოითქვას. ბოლომდე შეირცხვინეს თავი და ამით დააბრკოლეს ადამიანები ეკლესიის მიმართ. ეს მომხდარა ბევრჯერ წარსულშიც და აწმყოშიც ხდება. ესე იგი გარეგანი ჩვენ ხო ეხლა არც ასწავლთ მოქმედები არა ვართ, არც დიდი ასკეტები არა ვართ რა ჩვეულებრივი ქალაქ თბილისის ქრისტიანები ვართ რა. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ რა გვეთქმის? როდესაც დიდ მამებს ემართებოდათ, ეს კიდევ მეორეպես ხდებოდა წარსულში და ხდება აწმყოშიც და სამწუხაროდ მეც მინახავს ასეთი რამ სამწუხარო. ჩვენ რა გარანტია გვაქვს ახლა ჩვენ? ვინ ვართ ჩვენ საერთოდ? რას წარმოვადგენ? ჩვენ ისიც კი გვეზარება, რომ წირვას ბოლომდე ტაძრის შიგნით დავესწროთ. ჩვენ ისიც კი გვეზარება, რომ ღვთის სიტყვას ბოლომდე მოусმინოთ და შემდეგ მოსმენილი გავაანალიზოთ და იმისი აღსრულებას ვეცადოთ. ჩვენ ისიც გვეზარება, რომ წმინდა წერილი და წმინდა მამები ვიკითხოთ. ჩვენ ისე ვბერდებით, რომ ლოცვა არ ვიცით რა არის. არ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს მოყვასთან ურთიერთობაში. ჩვენ საერთოდ რა გვეთქმის და ჩვენი მარხვა და ეს საერთოდ გვიძარება საერთოდ სასაცილოა. ნებისმიერი საკუთარ სხეულზე მზრუნველი მანდილოსანი უფრო კარგად ასკეტობს ვიდრე ჩვენ. რაზეა საერთოდ საუბარი? ასე რომ ამით იმის თქმა მინდა რომ თუ ეს შინაგანი არ იქნა ნამდვილი რაც არის, იმიტომ რომ ქრისტემ რომ მოვიდა თქვა მე ისწავლეთ ჩემგან და რა არა სასწაულ მოქმედება, არა მიცვალებულებს რომ ვაცოცხლებდი, არა რომ წინასწარმეტყველებ, არა რომ კურნავ, ეგ არის სწავლოთ ჩემგან, ეს არ უთქვია. კი არა, გვიგძალა. პირიქით თქვა რომ უფრო მეცაც გააკეთებთ, ვინც ნამდვილად ჩემები იქნებით. მაგრამ აი ნამდვილად ჩემები რო იყოთ, დაგვისახა რამდენიმე რამ. ეს არის სიმშვიდე და სიმშვიდე საიდან აქვს ადამიანს? როგორც ერთ პატრიარქმა თქვა, მართალი კაცი არ მრისხანებს. ვისაც გულში საღვთო სიმართლე არ აქვს, ის სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს. სიმშვიდე მხოლოდ მას აქვს, ვისაც გულში საღვთო სიმართლე აქვს. ანუ ღმერთი ყავს. სიმშვიდე მათ შორის იქ, სადაც უსამართლობა სუფევს, იქაც შვიდი უნდა იყოს. სიმდაბლე, რომელიც გონება მიუწვდომელი სათნოება და ესეც ღმერთის ჩვენთან ყოფობას ნიშნავს. და სიყვარული. იმით გიცნობენ რომ ჩემები ხართ თუ გეყვარებათ ერთმანეთი. აი ეს მოგთხოვა გულმოწყალება. გულმოწყალებას ასევე სიყვარულის გამოვლინება. აი ეს მოითხოვა ღმერთმა ჩვენგან. და ეს ნიშნავს რომ ადამიანი შინაგანად ხდება წმინდა, შინაგანად მართალი, სუფთა. ეს არის მთავარი. დანარჩენს ყველაფერს ფასი ეკარგება ამის გარეშე. და ასეთი ადამიანი ხდება ჭეშმარიტად ქრისტეს საკუთარ გულში ქრისტეს მატარებელი, ანუ ასეთი ადამიანი ხდება სიკეთის მატარებელი, ანუ ასეთი ადამიანის გულში გაიმარჯვა სიკეთე, მის ბრძოლა, რომელიც სამყაროში თავიდან დაიწყო, როგორც გითხარით, ის ბრძოლა, რომელიც გრძელდება სამყაროში და ამ ბრძოლის ხაზი, როგორც ოსტოევსკი იტყოდა, ეს ბრძოლის ხაზი ადამიანის გულში გადის. თითოეული ჩვენგანის გულში გადის ეს და როდესაც შენში იმარჯვებს სიმშვიდე, სიმდაბლე, გულმოწყალება და სიყვარული, ეს ნიშნავს, რომ შენ გულში ღმერთმა გაიმარჯვა და ფრონტის ხაზი შენ გულში აღარ გადის, განდევნილია იქიდან ეშმაკი. ასეთი ადამიანები მისიონერობენ მხოლოდ. იგივე ისააკასური ამბობს, რომ როდესაც შენ წინ უღმერთო დგას, ახლა ჩემი სიტყვებით ვაკეთებ პერიფრაზირებას, შინაარს გადმოგცემთ უბრალოდ. და როცა მას რაღაცა პოზიცია აქვს უღმერთობიდან გამომდინარე და რაღაცას ამტკიცებს, სიტყვით დაპირისპირება ჩვენთვის საჭირო არ არის. და ამას შეიძლება აჯობოს სიტყვით ვიღაცას ვერ აჯობო, შენზე მეტი განათლება, ლოგიკური აზროვნების უნარი გქონდეს. სიტყვით კი არ ვამარცხებთ ჩვენ უღმერთოებს და უღმერთოებაზე სიტყვით კი არ ვიმარჯვებთ, არამედ შინაგანი მდგომარეობით, აი მდგომარეობით, რომელსაც შინაგანი სიწმინდა ქვია, რაც წეგან ჩამოვთვალე. და ცხოვრების, რომელიც ვლინდება რა თქმა უნდა ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი, მდგომარეობა, შინაგანი მყუდროება, მოგრძალებული მოძრაობები, ხედვები, თვალის ახილვა, აი ეს რაც ქრისტიანს უნდა ახასიათებდეს, ამით იმარჯვებს ქრისტიანი უღმერთობაზე. თუ არის ადამიანი მართლმადიდებელი. თორე პროტესტანტულ სამყაროში თქვენ დაინახავთ განსაცვიფრებელ ლოგიკურ მსჯელობებს და დასაბუთებებს ქრისტეს ღმერთობის, ქრისტეს აღდგომის
შესახებ წმინდა წერილის ნამდვილობის გამოოგნებელ მწვერვალებს მიაღწიეს პროტესტანტებმა, თუ როგორ შეიძლება ადამიანს დაუმტკიცო, რომ ქრისტე არის ღმერთი, რომ წმინდა წერილი არის აბსოლუტურად სანდო, რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა მკვდრეთით. აი ქვას გახეთქავს მათი ლოგიკა ისეთია. და საოცარი ისეთ რა არის, რომ ნახავ, რომ აი ეს ზეიმობს ქრისტიანობა და უცებ ამ დროს გამოვა დებატებში სხვა ადამიანი, რომელსაც ასევე ბრწყინვალე განათლება აქვს, მათ შორის თეოლოგიური და ასევე ლოგიკურად, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გააბათილოს და საწინააღმდეგო დაამტკიცოს. რა თქმა უნდა, ეხლა შენ როგორც ქრისტიანი რო უსმენ, შენ ხვდები, რომ არგუმენტები პირველის ხარეზე უფრო მეტია, ვიდრე მეორეს ხარეზე, თუმცა ეს მეორე მხარე ვერ დარწმუნდა პირველის არგუმენტებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი განათლება აქვს მიღებული. იცის შეიძლება ბერძნული, ძველი ბერძნული, ლათინური, ძველი ენები, ადარებს ებრაული, ყველაფერი და ისტორია, ყველაფერი იცის და ეს ვერ არწმუნებს, მაინც. და ჩვენ ხო ვიცით, რომ რამდენი ისმენს და ვერ წმუნდება. იმიტომ რომ მთავარი ინსტრუმენტი ქრისტიანობის აპოლოგიისა ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. რომელიც თუ დაინახა მეორე ადამიანმა დაინახა. თუ არ დაინახა, არაფერი არ შველის. ქრისტეს რო შეხედავდა და ვერ დაინახავდა, იოანე მოციქულს, პავლეს რო შეხედავდა და ვერ დაინახავდა, რაღა უნდა უმტკიცო. როცა ხედავ და ვერ ხედავ, როცა გესმის და არ გესმის, რაღა უნდა გიმტკიცო. ერთხელ მახსოვს ერთ-ერთ რაღაც წარმართული სარწმუნოების მიმდევარ ქართველთა მქონდა, ერისკაცი ვიყავი მაშინ ჯერ კიდე და რაღაც ესეთი საუბარი კამათი მქონდა და რაღაცა წიგნი მივაწოდე, სადაც იყო აპოლოგია ქრისტიანობისა, როგორც სიყვარულისა, რომ ერთადერთი სარწმუნოება, რომელიც სიყვარულს ასხივებს, შეიძლება ასე ითქვას და ვიფიქრე, ეხლა ამას წაიკითხავს ესე იგი წარმართი ადამიანი, მოკლედ გახდება ქრისტიანი. წაიკითხა, მომიტანა წიგნი და თქვა, რომ კიო საინტერესო იყო, მაგრამ და ნახეთ რა არგუმენტი, მაგრამ მარტო სიყვარულში ხო არ არის საქმეო. ადამიანი რო იტყვის, რომ მარტო სიყვარული ხო არ არის ეხლა, ხო? ღმერთი როგორც სიყვარული, ადამიანის სიყვარულისათვის შექმნილი და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო იყო. მე როგორ უნდა დაუმტკიცო მას ჭეშმარიტება, როცა მისთვის სიყვარული ისე რაღაც ჩვეულები, ხო? სიყვარული რაღაცა რა მოხდა ეხლა? რაღაცზე უნდა ელაპარაკო. ერთადერთი რაც რჩება, თუ ის დაინახავს, ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. ამიტომაც ჩვენ ქრისტიანები სიკეთეს, რომელშიც სიყვარული ჩედის, სიმდაბლეც, სიმშვიდეც, მოთმინებაც, გულმოწყალებას, სიკეთეს უნდა ვატარებდეთ. ოღონ ეს სიკეთე და სიმართლე ასევე. ოღონ ეს სიკეთე ჩვენი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს ეს სიკეთე. ადამიანს ავტონომიურად ეს სიკეთე არ აქვს. ეს სიკეთე მხოლოდ ღმერთია, საწერია სახარებაში. არავინ არ სახიერ, ანუ კეთილი, გარდა ღმერთისა, როგორც ეუბნება დიდარ ჭაბუკს უფალი. არავინ არ არის კეთილი გარდა ღმერთისა. როგორ კაცო, მე არა ვარ კეთილი ადამიანი ტყუილ, ხო კეთილი ვარ. ადამიანს გონია საკუთარი თავი კეთილი, გესმით? და სანამ შენ სენი საკუთარი თავი კეთილი გონია, რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს საერთოდ? არავინ არ არის სახიერ გარდა ღმერთისა. და თუ ჩვენში სიკეთე იარსებებს, მაშინ ჩვენ ვიქნებით ნამდვილი მისიონერები. ანუ სხვებს მივცემთ საშუალებას ჩვენით, მაგრამ არა ჩვენით, არამედ ჩვენში არსებული სიკეთით, ანუ ჩვენში არსებული ქრისტეთი ღმერთი დაინახოს. სხვა ინსტრუმენტი, ყველაფერი ტყუილია. თუ დამხმარეთ შეიძლება გამოდგეს დამხმარე. არ შეიძლება რომ აი ეგრე ვიყო ჩემთვის ტაძარში და აი ეს პასუხისგებლობა არ დამატვირთოთ ვიღაცა იტყვის. აი ესე რომ მოვალ წავალ ვეზიარები გამიხარებ ცოტას დავიკმაყოფილებ რელიგიურ გზნობებს. აუცილებელია რომ ესე დამტვირთოთ კაცო, ადამიანი იტყვის. აუცილებელია, იმიტომ რომ ეს მამა თეოდორეს მოთხოვნა არ არის. იყავით ნათელი ამას სოფლისა და ისე უნდა ბრწყინავდეს ნათელი თქვენი რომ იხილავენ რა ამ ნათელს ხვები, მათ გაუჩნდეთ სურვილი ღვთის დიდებისა და ეს ქრისტეს სიტყვებია. რომ ვიყოთ მშვიდნი, გულმოწყალენი, დაბალნი, ვიყვარდეს ერთმანეთი, ეს ქრისტეს სიტყვებია.
რომ უერთგულოთ ქრისტეს, გვიყვარდეს იგი და შემდგომ თუ შევიყვარებთ მას, ის ჩვენში შემოვა მამასთან და სულიწმინდასთან ერთად და ჩვენი გული გახდება წყარო მადლისა, რომლიდანაც მარადიული სიცოცხლისკენ მდინარეები მიედინებიან. ეს ქრისტეს სიტყვებია და ეს არის ზუსტად სიკეთე, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. და ანუ ეს არის ვალდებულება ყველა ადამიანის. აი რომელთა მიმართ ეპისტოლეში როგორ ამბობს. დაე უორგულო იყოს სიყვარული, ანუ ორგულებაში არ გქონდეთ სიყვარული, განეშორეთ ბოროტს და მიახლეთ კეთილს. აი ეს დინამიკა ჩვენი ცხოვრებისა. მუდმივი ბრძოლა, მუდმივი განშორების ცდელობა ბოროტისაგან და მუდმივი მიახლების სურვილი სიკეთესთან. ეს არის პროცესი, ეს არის ბრძოლა, რომელიც არასოდეს უნდა გაჩერდეს. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთი მეორეს ნახეთ, ერთი მეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. ანუ სიყვარული ძლიერი სიტყვა არ არის. მე თუ მიყვარხარ, მე პატივს გცემ. თუ პატივს არ გცემ, არ მიყვარხარ. და თუ ქრისტიანი ვარ, მე უნდა დაგასწრო, შენ უნდა დაგასწრო პატივისცემა, ვიდრე შენ მე დამასწრებ. არ უნდა დაგელოდო შენ. აი როგორც მომექცევა, ისე მოვექცევი. ამას არ ელოდება ქრისტიანი. ერთმანეთს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას და გულმოდგინე იყავი და ნუ დაგზარდებათ ეს გულმოდგინება. გაგზელებს პავლე მოციქული რომელთა მიმართ ეპისტოლეში. სულით მდუღარენი იყვენით. ეს სულის დუღარება იქიდან გამომდინარეა ცეცხლის ამოვეთ მოფენად ქვეყანასაზე და მინდა აწვე აღეგზნას. ეს ქვეყანა გულია ადამიანისა და ღვთაებრივი ცეცხლი რო გულში აინთოს ყველა ადამიანისა და აბრიალდეს, ეს არის ღვთის ნება. იყავ ნება შენი მამაო ჩვენო შვეულნებით. აი ნება, ერთ-ერთი გამოვლინება. შენს გულში უნდა აინთოს ის ცეცხლი, რომელიც ღმერთმა მოიტანა, როცა ადამიანად მოვიდა. და მისი ნება რომ ეს ცეცხლი შენს გულში აგზნებული იყოს, ანუ ბრიალებდეს, ხურვალებდეს და მაშინ იქნება სული დუღარე. ება ისე სული დუღარე როგორ იქნება? ხმონებდით უფალს. ხმონებდით უფალს ნიშნავს, რომ მისი ნების აღსრულებელი იყავი ყოველთვის, ყოველ წამს. გიხაროდენ იმედით, სასოებით. სიხარული ეფუძნება იმედს. გიჟივით კი არ გვიხარია. ეს იმედი თავად ცოცხალი ქრისტეა. შეუძლებელია ადამიანს ქრისტიანს არ უხაროდეს, იმიტომ რომ მასში ქრისტეა, ქრისტე კიდე იმედია. მომთმენი იყავით ჭირში. არ არსებობს განსასწრების გარეშე ადამიანი, ამიტომ მოთმინება ჩვენი ვალდებულება და ლოცვაში და ლოცვისას მოუღლელნი. ამ დროს ჩვენ ხშირად ვიზარებთ ლოცვას. არა და ლოცვა არის ჩვენი სუნთქვა, როგორც სუნთქვა არ ეზარება ადამიანს, ისე ლოცვა, ანუ მუდმივი მყოფობა ღმერთთან. აკურთხეთ თქვენი მდევნელნი, ნუ წყევლით, არამედ აკურთხეთ. ეს აი პავლე მოციქულის ზნეობრივი კოდექსია, შეიძლება ასე ითქვას. რასაც ახლა ჩვენ ვკითხულობ. რომ მდევნელი, ვინც მაჭირებელია შენი, უნდა აკურთხო, არ უნდა დასწყებლო, ანუ დალოცო ის. ხარობდეთ მათთან ერთად, რომლებიც ხარობენ, აი ეს კულტურა ქრისტიანული ურთიერთობისა, კულტურა, რომელიც ხშირად ჩვენ გვიჭირს ამის გაკეთება. ხარობდეთ მათთან ერთად, რომლებიც ხარობენ, ტიროდეთ მათთან ერთად, რომლებიც ტირიან. ჩვენ ხანდახან გვეიოლება იმასთან ტირილი, ვინც ტირის, მაგრამ ძალიან გვიჭირს სიხარული იმასთან, ვინც ხარობს, იმიტომ რომ შური გვძლევს ხოლმე. გვიჭირს ხვის სიხარულის გაზიარება. ტირილით კიდე გავახერხებთ, რომ გვეცოდეთ. ერთსულოვანი იყავით. ეს პირველ რიგში ისწავლება ოჯახში და სამრევლოში. პირველ რიგში სამრევლო არის მაგალითი უნდა იყოს ამის. ერთსულოვნება. ეს არის ყოვლადწმიდა სამება ღმერთის ანარეკლი ჩვენში. ჩვენ ყოვლადწმიდა სამებას ღმერთ ხატება და მსგავსება ვართ და მისი ხატება და მსგავსება ყველაზე მეტად ვლინდება ეკლესიაში, როდესაც მრავალი პიროვნება ერთსულოვანი ვართ. მაღლა მხედობას ნუ კი ცდილობთ, ანუ ამპარტავნებას, მსაუბრობას, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ და ნუ ფიქრობთ, რომ ბრძენი ხართ. იმიტომ რომ სიბრძნე ქრისტეა და თუ ქრისტე შენში არ არის, შენ ბრძენი არ ახარ. ხოლო თუ ქრისტე შენშია, მაშინ ამპარტავანი არ ახარ. თუ ზემოდან უყურებ ადამიანებს და თავი ბრძენი გონია, ესე იგი ტყუილში ხარ, იმიტომ რომ სიმდაბლეა ქრისტე და თუ ქრისტე არ არის შენში, სიმდაბლე არ აგაგ. და თუ ქრისტე არ არის შენში, არ სიბრძნე არ აგაგ.
ბოროტის წილ ნურავის მიაგებდ ბოროტს. ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას. ეცადეთ. პავლე მოციქული ხდება რომ რთულია, რომ ბოროტს რო გიკეთებს ადამიანი მას სიკეთე მიუგო, მაგრამ მაინც ვალდებულად გთვლის, ოღონ ფაქისად გეუბნება ეცადე. ერთია რომ არ გამოგივა, მაგრამ მეორე უნდა ეცადო აუცილებლად. და ის რო შური იზიო, ეს გამორიცხულია. თუ კი შესაძლოა თავის მხრივ მშვიდობის მყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. აი ეს უკეთ შესაძლებელი არის ყველასთან მშვიდობა გქონდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვთ ის, რომ ხანდახან ადამიანი ბრკოლდება, რომ უნდა რომ ადამიანთან შეერიგდეს, კარგი ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ არ გამოსდის. შენ უნდა ეცადო, შენ უნდა გინდოდეს, მაგრამ თუ არ გამოგდის, ყოველთვის შენი ბრალი არ არის. ანუ პავლე მოციქული გარდა იმისა, რომ ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვს, ამავე დროს ძალიან რეალისტია. და ეს რეალიზმი გამომდინარეობს ამაშიც, რომ შენ შეიძლება გინდა, მაგრამ მას არ უნდა ისხო თავისუფალია. ამიტომ გვეუბნება ამ სიტყვას, ეცადეთ. უკეთ თუ შესაძლებელი იყოს, ყველასთან მშვიდობა გქონდეს. ესე იგი, ყველასთან შესაძლებელი შეიძლება ეს არ იყოს. თუ კი შესაძლებელია თქვენი სხვრი მშვიდობის ყოფილნი იყავით ყველას მიმართ. და ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მშვიდობის ყოფილნი ნიშნავს, რომ რაც არ უნდა შეიძლება ურთიერთობა არ გამოგდის მასთან, მაგრამ ბოროტება არ უნდა გაუკეთოს, სიკეთე უნდა უსურვო და თუ მოშივდება, როგორც სხვა ადგილას ამბობს და მოწყურდება და აპურო და ან უგეშო. თქვენი თავისთვის თვითონ ნუ კი იძიებთ შურს საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია ჩემია შურისგება და მე მივაგებ ამბობს უფალი. ადამიანს აქვს მოთხოვნილება სამართლიანობა აღადგინოს, როცა უსამართლობაა და ეს აქედან იბადება შურისძიების სურვილი. პავლე მოციქული და არა მარტო პავლე, რა თქმა უნდა, მთლიანად წმინდა წერილი პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა სამართლის აღსრულება ღმერთს დაუტოვოთ. რა თქმა უნდა, არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ხელისუფლება ცდილობს სამართლიანობის დამყარებას კანონით და იურიდიული წესით. ეს აკრძალული არ აქვს ხელისუფლებას, ამაზეც საუბრობს პავლე მოციქული. ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ მას შეუძლია სამართლიანობის აღდგენა. თუ ეს ლეგიტიმაცია ადამიანს არ აქვს, მაშინ ჩვენ შურისძიება გვეგზალება. პირადი შურისძიება გვეგზალება და უფალს უთმობთ, ჩემია შურისძიება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. თუ ადამიანი ამას არ აკეთებს, როგორც წესი იწყება ადამიანის გაბოროტების გზაზე დგომა და ბოროტება ადამიანი. ამრიგად თუ შენი მტერი მშიერია დააპურე, თუ მწყურვალია წყალი ასვი, რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. რას ნიშნავს ეს? ანუ თუ მტერს სიკეთეს გაუკეთებ, ნაკვერჩხლები გროვდება მის თავზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შენი მტერი შენგან სიყვარულის გამოვლინებიდან გამომდინარე დიდი პასუხისგებლობის წინაშე დგება და ეძლევა შესაძლებლობა გამოფხიზლდეს და შეინანოს. ანუ შენგან ხედავს ქრისტიანულ სიკეთეს და მას ეძლევა შესაძლებლობა გამოფხიზლებისა, ხოლო თუ ის ამას არ გააკეთებს, ის კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება სამწუხაროდ, მაგას ქვია ნაკვერჩხლები მის თავზე. ასე რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. ოღონ ჩვენ არ უნდა ვიყოთ სულსწრაფნი და არც უნდა გვინდოდეს ადამიანის სასჯელი. ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ხოლო ჩვენი საქმე ქრისტეს საქმის გაგრძელებაა. ვიყოთ მშვიდნი, დაბალნი, გულმოწყალენი და გვიყვარდეს ერთმანეთი. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით ძლიერე ბოროტი. აი, კეთილით ბოროტის ძლევა, ეს არის ქრისტიანული სულიერი ცხოვრების, ქრისტიანული ასკეზის ხელოვნება. და თუ ამათ ადამიანი ვერ მოახერხებს, როგორც წმინდა სილვან ათონელი ამბობდა, ესეთი ადამიანი ქრისტიანი არ არის. თუ ადამიანს არ შეუძლია მტერი უყვარდეს, ეს ადამიანი ქრისტიანი არ არის. და აი ბოროტს როგორ ძლევ კეთილით, კიდევ ვიმეორებ, ეს არის ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ოსტატობა. ამის გარეშე შენ ქრისტიანი ვერ ახარ. და როცა ადამიანი აი ასე და ამგვარად ცხოვრობს, აკეთებს რა ის საკუთარ თავში სიკეთეს, ასეთი ადამიანი სიკეთის მისიონერი ხდება. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ უნდა ვიყოთ მისიონერები ქრისტესი, დიახაც ეს სწორია, ჩვენი ცხოვრების წესი. მაგრამ ხანდახან ადამიანს ქრისტეს მისიონერობა გონია, რომ ეხლა ტაძარში იარე და ეზიარე, ეხლა იმარხულე, ლოცვები აქედან აქამდე წაიკითხე და ადამიანს საერთოდ ღმერთი არ ასწავს და რაზე ელაპარაკე. აქამდე ხო უნდა მოვიდეს ის. და
და ამიტომ შეიძლება ასეც ითქვას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სიკეთის მისიონერები, ვასხივებდეთ სიკეთეს ჩვენი გულიდან. ანუ ღმერთი უნდა ასხივებდეს ჩვენი გულიდან და დამერწმუნეთ, თუ ადამიანი ურწმუნო ამას დაინახავს, ის ეკლესიაშიც მოვა. ღმერთის წინაშეც წარსდგება, ლოცვასაც დაიწყებს, ღმერთსაც შეუერთება ზიარებით და გვერდში ამოგიდგება როგორც თანამისიონერი სიკეთისა, ანუ იესო ქრისტესი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.